ჯარიმებიდან და საურავებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა თვიდან თვემდე და ყოველწლიურად არის კოლოსალურად გაზრდილი. ამას ადასტურებს მათ შორის ის ბოლო მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მხოლოდ 7 თვეში აქ საუბარია იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდზე პარკირების ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა თითქმის 14 მილიონს აღწევს და ეს წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით არის 80%-ით გაზრდილი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმები არის გახუთმაგებული თუ აქამდე მაგალითად 10 ლარი იყო ჯარიმის საფასური, ახლა არის 50 ლარი და შესაბამისად მოქალაქეები სწორედ ამ დამატებით ნახზე საუბრობენ, როდესაც ჯარიმები იზრდება კოლოსალურად, თანხა ჯარიმების იზრდება, მაგრამ რეალურად არცად ჩანს დამატებითი საპარკინგე სივრცეები. შესაბამისად მოქალაქეები აქ სწორედ თბილისის მერის და იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ, ვისაც სწორედ ეს კონკრეტული მიმართულება ევალება და ისინი ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც უბრალოდ საპარკინგე სივრცე არ არსებობს, შეუძლებელია მანქანების გაჩერება და ამ დროს დამატებითი ფინანსური წნეხი აწვება ამ ჯარიმებით მოქალაქეებს და ისინი ამბობენ, რომ აქ მიზანი არის ერთადერთი, როგორც ადგილობრივი მოქალაქეები აღნიშნავენ, ახლა ხელისუფლება ასე ცდილობს, რომ მოქალაქეების ჯიბიდან ამოიღოს დამატებითი თანხები და ამით შეავსონ ბიუჯეტი. ერთხელ წავიყვანე ბავშვები მარჯანიშვილის იატაკს და აბა გასაჩერებელი არსად არისო და აველი ტროტუარზე გავაჩერე და კიდე კაი მანქანას ანახლო ვიყავი. პატრონმა კი გაიარა, მაგრამ არ მომაქცია ყურადღება და მე ორი გოგონა მოდიოდა და შევატყე რომ სურათი უნდა გადაეღოთ რა ხო არის ეგეთი სამსახური და მე რა კი იქ ვიყავი მე მითხრეზია მოდი წადი აქედან რა სანაპიროზე ვიდექი ვერსად ვერ გააჩერებ მანქანას რა გუშინა დამიწერეს აი რისთვის დაგიწერეს გაჩერებაზე ანუ საპარკინგე სივრცეები აკლია ქალაქ როგორ ფიქრობთ? რა ვიცი მე მგონი აკლია აი დაგპირდნენ მიწისქვეშა პარკინგის სივრცეებს და გააკეთეს რამე? არ ვიცი ვერსად ვერ გააჩერებ მანქანას აი გიჭირთ ხოლმე მანქანის გაჩერება? რა თქმა უნდა კაც და ამის გამოწერენ მე ჯარიმებს რო არ არის საპარკინგე სივრცე და ხალხს უწევს რომ აბა დასაქმებული რა ყავს ის ქალები რა საკეთებენ უნდა წერონ და იმას აბა სიდან მიიღო ხელმას აი თქვენთვის თუ დაუწერიათ ჯარიმი საუბრობთ 2500 ლარი გადავიხადე. აი რა იმერეთის მოვლა. სიჩქარე. 50 სართულიანი სახს უაშენებდა და ადრე 2 სართულიანი იდგა. ადრე უაშენებდა მანქანას ორი კაცი. ეხლა 55 კაცი რო გააჩერებს მანქანას. ანუ შესაბამისად უნდა გაკეთდეს რა თქმა უნდა. საპარკინგე სივრცე. ამ სახლების ქვეშ უნდა გაკეთდეს. აგიტო სართულიანი პარკინგები უნდა მოიწყოს. აი ხო დაგპირდნენ რომ გააკეთოს. მე რამეს დაგფირდნენ, რამე შეასრულეს. ქართული ოცნების ოპონენტები ამჯერადაც საუბრობენ იმაზე, რომ აქ მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ თბილისის მერს კახა კალაძეს ეკისრება და ისინი ამბობენ, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კახა კალაძე არის ძალიან ცუდი მენეჯერი და ძალიან ცუდი მერი ქალაქისთვის გამომდინარე იქედან, რომ როგორც თავად ოპონენტები აღნიშნავენ, მაშინ როდესაც მერი მესამე ვადით არის უკვე არჩეული, ამ დრომდე ვერ მოახერხა, რომ რაიმე სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები ან თუნდაც პარკირების პრობლემა ქალაქში მოეგვარებია. მათ შორის ქართული ოცნების ოპონენტები ახსენებენ კახა კალაძეს იმასაც, რომ მაშინ, როდესაც 2017 წელს ის პირველი ვადით ირჩეოდა როგორც მერად, მისი მთავარი დაპირება სწორედ იყო ის, რომ ქალაქისთვის დამატებითი პარკირების საპარკინგე სივრცეები უნდა შეექმნათ, თუმცა სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ მოქალაქეები და არათუ პარკირების სივრცეები და არის გაზრდილი და მომატებული, მეტიც შემცირებულიც კია, შესაბამისად ახლა ჩნდება მთავარი კითხვა. რეალურად სად მიდის ის თანხები, ის კოლოსალური თანხები და მილიონები, რომლებსაც მოქალაქეების ჯიბეებიდან იღებენ და რეალურად რომელიც არ ხმარდება ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას და მათ შორის საპარკინგე სივრცეების დამატებას და აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრასაც. მერი, რომელიც მესამე ვადით არის ძალით შემოტენილი თბილისელებზე და მთავარი ერთ-ერთი დაპირება, რომლითაც ამ ქალაქის თავში მოვიდა სიტი პარკის ჯარიმების გაუქმება და სიტი პარკის მოშორება ამ ქალაქიდან, უკვე 8 წელია თბილისელების ჯიბეებიდან ხელს არ იღებს, ჩაყოფილი აქვს და არ იღებს. და ეს უჯდება თბილისელებს 14 მილიონი ლარი უკვე აგერ რამოდენიმე თვეში. ლაპარაკი არის კოლოსალურ ჯარიმებზე, გაათმაგებულ ჯარიმებზე, გახუთმაგებულ ჯარიმებზე, ნებისმიერ ქმედებაზე, ყველა გაფართხალებაზე, ფაქტობრივად თბილისში. თბილისელებმა პარკირების ადგილების მაგივრად, უკეთესი ქალაქის მაგივრად მიიღეს კოლოსალურად გაზრდილი ჯარიმები, მერი, რომელიც მათი ჯიბეებიდან ხელს არ იღებს,
არავით არის ახალი საპარკინგო ინფრასტრუქტურა არც ცენტრალურ ქალაქში, არც გარეუბნებში, სრულიად მოუწესრიგებელი და ამორტიზებული გზები და მოძრაობის სისტემა და სრული სატრანსპორტო კოლაფსი და ქაოსი. ამ ციფრებს რო შეხედო, განცდა გაჩნდება, რომ თბილისში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან კანონს. სინამდვილეში ეს არ არის, კანონს ემორჩილება, ოღონდ არ არსებობს საპარკინგო სივრცეები. თბილისში დღეს არის 28,000 საპარკინგო სივრცე. 28,000 ავტომობილის ზევით. ყველა ავტომობილი არის კანონგარეშე და შესაბამისად მასზე შეუძლია კალაძეს თავის სამსახურს გამოაწერინოს ჯარიმები. ჯარიმების გამოწერის ესეთ გარკვეული ტალღები არსებობს. ანუ თუ ქართულ ოცნებას აქვს პოლიტიკური კრიზისი, მაშინ ჯარიმებს არ წერენ და თუ ქართულ ოცნებას პოლიტიკური კრიზისი არ აქვს, ამ შემთხვევაში და თulis რომ პოლიტიკურად მემართვის ხელსაყრელი სიტუაცია არის, მაშინ წერენ ჯარიმებს. ანუ ზეგანაკვეთურად ამუშავებენ თანამშრომლებს. სერვისი არ გაუმჯობესებულა, ოღონდ ამ სერვისის საფასური გაძვირდა, ანუ გაუმჯობესების მაგივრად, რომ გაუმჯობესებულიყო, პირიქით სერვისი გაუარესდა და საფასური გაძვირდა. გაძვირდა ის, რომ ჯარიმა, რომელიც ბევრ მანქანას შეუძლია გამოუწეროს კალაძემ 10 ლარის მაგივრად გახდა 50 ლარი. ვერც ერთი მიმართულება ვერ სარგებლობს კარგი სერვისით. ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ვერც საკუთარი ავტომობილი, ვერც ფეხით მოსიარულე, ვერც ველოსიპედით, ანუ ვერც ერთი მიმართულებით ვერ არის წინსვლა. ეს არის იმის ბრალი, რომ ქალაქს ყავს ძალიან ცუდი მენეჯერი კალაძის სახით. არასწორი პარკირების გამო გამოწერილი ჯარიმები და გაზრდილი ბიუჯეტი არ არის ერთადერთი, რომლითაც ივსება სახელმწიფო ბიუჯეტი, მათ შორის ასევე ბოლო მონაცემებით ირკვევა ისიც, რომ უბილეთობის გამო კონტროლერების მიერ გამოწერილი ჯარიმები 2 მილიონ ლარსაც აღემატება, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით არის 63%-ით გაზრდილი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის თანხები და საურავები და გადასახადები იზრდება, თუმცა რეალურად სერვისი არ უმჯობესდება.